შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. კარისმერეთში მეორე. ლაშქარს წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ხავსო, დაბრუნება და შინმოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ხავსო, ხალხური. კორნელიმ შარაგზიდან გადაუხვია. აქ დასახლებული ფრანგი აგრონომის, ტეიბოს მამულს, სახლს, ღვინის სარდაფებს ჩაუარა და მდინარისაკენ მიმავალ სოფლის გზას დაადგა. მდინარის გასწვრივ ნაცნობი ჭალებია. გამორიდებული სიმინდი მაჯის სიმსხო გამხდარიყო და საცაა თავს იყრიდა. მდინარის გაღმა ბროწეულიან მაღალ ნაპირის იქით სოფელის ჩანდა. ეზოებში ჩალით და თივით დაზვინული ხეები აპუასების ქოხებს აგონებდა კორნელის, ხოლო ხანძარმოდებულ ცაზე ახატული გოლიათი ცაცხვები ეგვიპტელთა პირამიდებს. ასე ზვინავდა პაპაჩემი ალბათ, პაპის პაპაც და ვინიცის, რა ჭაღარა წარსულიდან მოსულა ჩვენამდე ხეზე ჩალისა და თივის შენახვის ექწესიო, ფიქრობდა კორნელი. დღე და ღამე იყრებოდა, როცა ყანაში ცხენზე მჯდომი ხმაწვილი გამოჩნდა. თავზე ჭილოს ფართო ქუდი ეხურა. იგი მექსიკელ ყმაწვილს მიამსგავსა კორნელიმ. სამშობლოში ამ უცხო სურათების წარმოსახვა შორეულ ქვეყნებში მოგზაურობისა და მათი ნახვის სურვილით თუ აიხსნებოდა. ჯარისკაცის დანახვაზე ყმაწვილი ცხენიდან ჩამოხტა. კორნელი მიცნო დედის მოჯამაგირე ბიჭი აგოია. გახარებული ყმაწვილი გაკვირვებით შესცქეროდა სამხედრო ტანისამოში გამოწყობილ კორნელის. დიდრონ შავ თვალებს აბრიალებდა, იცინოდა და თეთრი კბილების რკალს აჩენდა. იგი ღარიბი გლეხის, დომენტი ხვედელიძის შვილი იყო. დომენტიმ კორნელის დედასთან, ტერეზასთან დააყენა მოჯამაგირედ. განათლებული ხალხის ხელში იქნები, წერა კითხვას და ცოტა რუსულსაც ისწავლისო. კორნელის უყვარდა აგოია, მასთან თამაში და როცა სოფელში ჩამოვიდოდა, არც დედას და არც სხვას ვისმეს დააჯაბნინებდა მის თავს. ამისთვის უხაროდა აღდგომა დღისათვის აგოიას ტერეზაშვილის ჩამოსვლა კარისმერეთში. კორნელიმ ხელი ჩამოართვა, აკოცა, ნიკაპი აუწია, ახედა. რა მოდენა გაზრდილაო, გაუკვირდა და ჰკითხა. აქ რისთვის მოსულ ხარ? ჩვენი წისქვილი აღარ მუშაობს და ქალბატონმა იქით გამომატანა საფქვავი. მიუგო ფეხში შველა ბიჭმა. აგოიას შავი სატინის ძველი ხალათი და მოკლე შარვალი ეცვა. ჯამრთელი იყო, მაღალი და მაგარი კანჭები ჰქონდა. ყვირილაში ცურვასა და ყვინთვაში ტოლი არ ახავდა. ტერეზა უკვე დავაშკაცებული მოჯამაგირესავით ასაქმებდა. თანაც საქონელში გზავნიდა და ისიც თავისი სალამურით. ჩანთაში ჩაწყობილი საგზლით მწყემსავდა საქონელს. კორნელი გზას გაუდგა. აგოიამ ჩემოდანი ჩამოართვა. ცხენზე შეჯექი, არ ეშვებოდა. დილიჟანში ჯდომით დავიღალე და ასე ფეხით სიარული მირჩევნია, არ წმუნებდა კორნელი. მაზარა, ჩანთა და შაშხანა მაინც აღარ დაანება აგოიამ. მხარზე გადაიკიდა და ცხენი აღვირით წაიყვანა.
ქალბატონი აღარ იყო ჯავრით, ვაი თუ კორნელი თათრებმა მომიკლესო, თათარი თუ მოკალი. მოულოდნელად და გულუბრყვილოდ კითხა აგოიამ. მოკალი, მიუგო კორნელიმ. ხმაწვილმა ბაგე მოკუმა. დადუმებული სახით მიაშტერდა ჯარისკაცს, რომელსაც კაცი მოეკლა. ბონდის ხიდზე შეზდგნენ. კალმახით, ბოლოწითელათი და ფიჩხულით სავსე ანკარა და გამჭვირვალე მდინარეს, ხანისწყალს, თან მოაქვს ზეკარის ხეობიდან მონაბერი ნიავი. ხაბარდულა. კორნელიმ ქუდი მოიხადა, შუბლი გაიგრილა და წარმტა წარემარეს თვალი მიმოავლო. დასავლეთით აჯამეთის ტყე და რიონის ველი მოსჩანდა, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედები, უკან სამხრეთით ცისკენ შუბივით აწვდილი მწვანე შუბანი და მწვანე ხავერდის მსგავსივე ხეობა. შუბანის მწვერვალზე სავსე მთვარე გადმომდგარიყო. ირგვლივ სიჩუმე და მყუდროება სუფევდა, რასაც ქვაზე და ლოდებზე მარბენალი მდინარის გრიალი არღვევდა. რა ლამაზი სანახაობა იშლება ამ ხიდიდან. აქ ხიდზე და მდინარის გაღმა ნაპირზე უყვართ კარისმერეთელ გოგო ბიჭებს, თვარიან ღამეში სეირნობა. აქ ვისეირნებ მეც ნინოსთან ერთად. გაიფიქრა კორნელი. არც ქალბატონი და არც მისი სტუმრები არ მოგელიან. როგორ გაეხარდება ქალბატონს? იცინოდა აღტაცებული აგოია. თანაც თავი მოსწონდა, ხარზე შაშხანა ეკიდა. აღმართ შეუდგნენ. აღარ გათავდა ეს ტურებით სავსე, ხოლო აგოიას და აქაური გლეხების რწმუნებით ჭინკებითაც სავსე მთის აღმართი. უცნაური რამ შეემთხვა ახლა კორნელის. ბორჯომიდან ქუთაისამდე და ქუთაისიდან გზისმცველის პატარა სახლამდე ერთი წუთითაც არ დავიწყნია, რომ იგი ომიდან მომავალი ჯარისკაცი იყო. ხოლო აგოიასთან შეხვედრისას მდინარის ხიდიდან გაშლილი არემარისა და ამ მთების ხილვის მერმე კი თითქო ყოველივე წარიშალა, ჯარი, ომი, თბილისი. თბილისში 8 წელს ყოფნის გამო შეძენილი ქართული კილოც კი გამოეცვალა. მანაც როგორც აგოიამ ზემო იმერულ კილოზე დაიწყო ლაპარაკი და ხმაწვილ აგოიასავით მოუნდა ცელქობა და სირბილი ამ მინდორსა და გორაკებზე, სადაც ბავშვობა გაუტარებია, მაგრამ როდესაც გორაკზე ალვის ხეები, კვიპაროსი, მაგნოლიები და მათ შორის აივანი და სახლი გამოჩნდა, მაშინვე შედგა, ბაზარა მიწაზე გააგო, დაგორგლა და ბოლოებს თასმა მოუჭირა. მერმე მაზარის რგოლში თავი და ხელი გაჰყო. დაგორგოლებული მაზარა მხარზე გადაიკიდა და ტანზე შემოიკრა ისე როგორც ლაშქრობის დროს იციან ხოლმე ჯარისკაცებმა. აგოია გულისყურით ადევნებდა თვალს. შაშხანა გადაიკიდა კორნელიმ და შინისაკენ გაეშურა. მხედრულად მორთული და შეიარაღებული. ასე უნდოდა შინ მისვლა ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს. როცა კორნელი ორღობეში შევიდა, სამხედრო ნაბიჯით იწყო სიარული. მეზობლები განცვიფრებული შესქეროდნენ სოფელში მიმავალ უცნობ ჯარისკაცს. პატარა მინდორი გალია მეზობლებიდან განცალკევებულ თავის ეზოსა და სათიბის ჭიშკარს მიადგა. ჭიშკარი არ გაუღია კორნელის. აგოიამ სარზე მიაბა ცხენი და ღობის გადასასვლელ ალაგზე გადახტა. შინისაკენ დააპირა წასვლა კორნელის დედის ტერეზას ვახარობლად. კორნელიმ შეაჩერა. დაიცა, მოულოდნელად მივეპაროთ ჩვენებსო. ძაღლების ყეფა ატყდა და სახლის აივნიდან ძახილი გაისმა. რომელი ხარ მანდ? კორნელიმ და აგოიამ ახლა ეზოს უკანა ჭიშკრიდან
თხილნარით სადეს შინ შეპარვა აყეფებულმა ძაღლებმა ტერეზას მახარემ და მაყაშვილების როიამ და ლედამ იცნეს აგოია და პირუტყვთა ენის მცოდნე ბიჭმა ტკბილი სიტყვითა და შეწყრომით მონუსხა და გააჩუმა ისინი. თხილნარში კორნელის გულმა ვეღარ გაუძლო. ჭყინტი თხილის ბუძგი მოსწყვიტა და უყნოსა. უყვარდა თხილის ბუძგისა და გასრესილი ფოთლის საამოსურნელი. ბუძგიდან კაჭარი ამოაგდო, გასტეხა და ჯერ კიდევ ახალი თხილის გული შეჭამა. თხილნარის მერე ღარის წყალს ასწდნენ და სასიმინდეს ამოეფარნენ. კორნელიმ თავი გამოჰყო და ნათლად დაინახა აივნის წინ, დიდი ცაცხვის ქვეშ, ფარნის მაგვარი ლამპით განათებული მაგიდის ირგვლივ მსხდომნი. დედა ტერეზა, ვარდო, უფროსი ძმა სტეფანე, ტერეზას დის მაზლი, იონა ჩხეიძე და სხვანი. ჩაისმა დაემთავრებინათ, შვიდად მოღიმარის სახით ისხდნენ ყველანი და ტკბილად საუბრობდნენ. კორნელიმ გაიფიქრა, როგორ მშვიდად ზის დედა და ვერც კი გრძნობს, რომ მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დგავარ ახლა. აგოია ვეღარ ითმენდა. რა საშვრები, მალე მივიდეთ ჩვენებთანო. კორნელიმ ძაღლები დააჭერინა აგოიას. თვითონ ჩრდილს მიხვა და ღობე იარა. ამ დროს აივნიდან კიბე ჩამოირბინა ნინომ და იონას გვერდით დაჯდა. იონამ რაღაც უთხრა და ყველამ ხმამაღლა გადაიხარხარა. კორნელიმ გაიფიქრა, ვაი თუ ნინოსთანაც ისეო ხუნჯობს, უცნაური და აუტანელი იონა როგორც ჩვევიაო. იონასთან კარგი მეზობლობა ჰქონდა ტერეზას. ძმაშიც კი არ გამოარჩევდა. კორნელი ღობეს მოშორდა, ფეხაკრეფით მიხვა ცაცხვის ჩრდილს, ვეებახის ტანს ამოეფარა. ახლა სულ ახლოს იდგა დედისაგან. ხელითაც მისწვდებოდა. ბოლოს სინათლეზე გამოვიდა, ერთბაშად შესდგა, დამხდურთ მხედრულად მიესალმა და ღიმილით შესძახა. ნება მიბოძეთ, გამოგეცხადოთ. ყველანი შეკრთნენ. ერთი წამით ჩამოვარდნილი სიჩუმე დედის შეძახილმა დაარღვია. დედა, შვილო კორნელი. ყველანი სკამიდან წამოცვივდნენ. დედა ტერეზა ყველაზე უმალ მივარდა შვილს, ხელი მოხვია, კერჩი ჩაიკრა და მეტი სიხარულისაგან აცრემლებულმა სახე და თვალები დაუკოცნა. როგორის აღტაცებით და სიყვარულით, კაეშნით და მწუხარებით ყვაოდნენ ამ წუთას დედის თვალები. ტირილი სიცილს ეჯიბრებოდა. კორნელიმ ყველა გადაჰკოცნა, იონა, ძმა, ვარდო მაყაშვილი და პირველად სხვათა თვალწინ ვარდოს ქალი ნინოც. ხელი მოუჭირა და თვალებში ჩააცქერდა, თითქოს ეკითხება, დაგავიწყდი თუ არაო. გაოცებული ნინო ძლივს ახერხებდა ღიმილს და ბავშვები დარცხვენილი მისჩერებოდა ხან ვარდოს და ხან კიდევ კორნელის დედას ტერეზას. ტერეზას სახლში გაზრდილი მოჯამაგირე ქალი მაიკო და აგონიას მამა დომენტი ხვედელიძე სამზადისიდან გამოვარდნენ და მათაც გადაკოცნეს კორნელი, რომელიც ფრონტიდან დაბრუნებულ ნამდვილ ჯარისკაცს ჰგავდა. იგი დედის თვალში სავსებით დავაშკაცებული ჩანდა, სიმაღლეც მომატებია, მზით დამწვარი სახე სპილენძისფერი გახდომია. ხარ ბეჭი კი განიერი, ფართო ხელის გული, შაშხანას ლულის თავზე ჰქონდა დაბჯენილი. როცა ხვევნა კოცნით და შეკითხვებით გული იძღეს, მერმე მოაგონდათ მიერთმიათ დაღლილი ჯარისკაცისათვის სკამი. კორნელი დაჯდა. ეს რა გვიყავი, ბიჭო?
ასე მოულოდნელად და ყაჩაღურად რომ თავს დაგვესხი. უხარო და საყვარელი შვილი უვნებლად დაუბრუნდა ომიდან. მაინც არ იქნა და არ გათავდა ეს დასაწვავი ომი. წინათ მსოფლიო ომში წასული უფროსი შვილის, დოსტაქრის, ევგენის დარდიანელებდა, ახლა კი უმცროსისა. დიდი ბრძოლა გქონიათ ასპინძასთან, უთხრა ძმამ სტეფანემ, ევროპულ კოსტუმში გამოწყობილმა ლამაზმა და ჩასუქებულმა კაცმა კორნელის. ბრძოლა კი არა ისარგიდა, ჭიამკვდრების, მოწაფეებისა და სტუდენტების ბრძოლა რას ახსენებელია, დასცინა იონამ კორნელის. შენ დიდი გიორგი სააკაძე მყავხარ, გაიცინა ტერეზამ. უნდოდა სიცილში ჩაეტარებინა ენამწარე იონა შენიშვნა, შიშობდა ამაყი შვილი არ გამიბრაზოსო. ნინომაც ისევ დაყვავებით გადმოხედა კორნელის. თითქოს ამცნობდა, ვიცი უცნაური იონას ენამწარობა და ოხუნჯობაო. თბილისში შემთხვევით ვნახე თქვენი ბატარეის უფროსის მოადგილე ბერეჟიანი, საცოდავი გრიგოლ ცაგურიშვილი, სთქვა სტეფანემ. წუხარეთ ამოიოხრეს ქალებმა და მოიგონეს ეს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი და მასთან ერთად პედაგოგი გიორგი ჭუბაბრიაც. მე არასოდეს არ დამავიწყდება გრიგოლის უკანასკნელი სიტყვები, განაცხადა კორნელი. რა თქვა ისეთი? კითხა სტეფანემ. გრიგოლი როგორც იცით დიდი პატრიოტი იყო, მაგრამ სიკვდილის წინ ყველაფერი ამაოებად მიიჩნია. მეგონა უშიშრად და გაბედულად მოვკვდებოდი ერისათვის, მაგრამ ახლა ვხედავ რა ძნელი და თანაც უაზრო ყოფილაო, მიუგო კორნელიმ. ქალებს გლოვისაგან სახე დახრეჯოდათ. ტერეზა ცრემლს იწმენდა. გულდათუთქული ოხრავდა, ვაი შენს დედას შვილო. ოხუნჯობის მოტრფიალეს იონასაც თავი ჩაეკინდრა. ცრემლმორეული თვალებით დედამიწას დაშტერებოდა. ასეთი კაცი იყო იგი, ავი და კარგიც, წარე და ტკბილიც, ცივი, მიუკარებელი და გულთბილიც, კაცთმოყვარე. ვარდო და ნინო ჯიბოს ამბავს ეკითხებოდნენ კორნელის. ჯარისკაცმა მანამდე ვერ მოისვენა, სანამ ასპინძის ბრძოლა არ უამბო თავისიანებს. ისე შორს შესტოპა, რომ ასპინძა ახალქალაქთან მომხდარი ბრძოლა ერთიანად გაიაზრა. კორნელი მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როდესაც გაოცებული და უცნაურად პირდაღებული აგოია შეამჩნია. შეხედა თუ არა მას, რატომღაც გაიფიქრა. ვაი თუ აგოიასავით შემეკითხონ, თათარი ხომ არ მოგიკლავს და რომ დაუდასტურო. ვაი თუ იონამ სასაცილოდ ამიგდოსო. რაწამს ეს გაიფიქრა, მაშინვე იგრძნო, თუ რაოდენ გაზვიადებული. ალაგ-ალაგ კი მოჭორილი იყო მისი ნაამბობი ასპინძაზე და უეცრად დასძინა. რომელი ერთი შემთხვევა მოვიგონო. მთელი დღე დამჭირდება ყოველივე რომ გიამბოთ. მერე გვიამბე შვილო, რას გავხარ შესაწყალო, როგორ გამხდარ ხარ, უთხრა დედამ. არც ისე გამხდარია კორნელი, დაამშვიდა ვარდომ ტერეზა. როგორ არა გენაცვალე, მაგრამ რახან კარისმერეთში ვიგდე მაგისი თავი, მოვდგები და რჯულზე გავასუქებ. მიუგო ტერეზამ და შინ მიმავალ შვილს უკან მიხვა. კიბეზე ავიდნენ. აგურის მოზრდილი სახლი კორნელის პაპის, ალექსი მხეიძის მიერ იყო აგებული. იგი 6 ოთახისაგან შესდგებოდა. როცა ალექსი მხეიძის შვილები ცოლ-შვილს მოეკიდნენ, ხოლო ქალები დათხოვდნენ, ეს 6 ოთახი ძმებმა, ექიმმა გიორგიმ და პედაგოგმა დიმიტრიმ ამგვარად გაიყვეს. 3 ოთახი, მათ შორის
დიდი სასტუმრო დარბაზიც გიორგის შეახვედრეს. 3 ოთახი კი მის მომყოლ ძმას დიმიტრის. ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებელი დიმიტრი ზაფხულობით მეტწილად სიდედრის სოფელში მიდიოდა. ახლა ეს მისი 3 ოთახი გამოკეტილი იყო და თუ ბევრი სტუმარ მოყვარე არ ეწვეოდა, ისე ტერეზა არ გააღებდა ხოლმე. სარდაფზე დაშენებული სახლი მთის კალთაზეა წამოჭიმული. სამხრეთით და ჩრდილოეთით მტრედისფრად შეღებილი ფართო აივანი ამშვენებს. აივნის ერთ კუთხეს ბაღიდან ვაზივით ამოსული დაგრაგნილი ხეები, გლიცენიები ჰფარავენ, რომლებიც აყვავების ჟამს მოცისფრო სურნელოვან მტევნებს ისხამენ. აივანზე მდინარიდან და ხეობიდან მონაბერი გრილი ნიავი ჰქრის და კორნელისაც ამისათვის უყვარს ზაფხულის ღამით იქწოლა. დიდ ოთახში სასტუმრო და სასადილო ერთადაა. კედელზე ხალიჩები ჰკიდია და იატაკზე ძველი ნოხია დაფენილი. ჭერის შუალაგას მრგვალი მაგიდის ზემოთ ძველი ჭაღი ჰკიდია, რომელშიაც ახლა ძლივს ბჟუტავს ლამპა. ფარდა გადაფენილი ტახტის წინ პატარა მაგიდა დგას. ზედ ალბომები აწყვია პაპა ალექსისა და არჩილის, დიდედა ოლღასა და დარეჯანის და მათი შვილების, შვილიშვილების, ნათესავებისა, მეგობარ ნაცნობების სურათებით. მაგიდის ირგვლივ ძველი სავარძლებია. ამბობენ, ალექსი მისინი ვენიდან გამოიწერაო. პანჯარასთან პიანინო დგას. ეს ალექსის შვილს ექიმ გიორგი მხეიძეს შეუძენია. ბუხრის ახლოს ბუფეტი შკაფია. ფანჯრებს სუფთა თეთრი და მოქარგული ფარდები ამკობენ. კორნელის დედა ტერეზა სისუფთავის მოყვარული ქალია. სახლიც და ეზოც მუდამ სუფთად აქვს შენახული და მოკამკამებული. სასტუმროს გვერდით ჩრდილოეთისკენ ექიმი გიორგი მხეიძის ყოფილი კაბინეტია, სადაც ამჟამად ტერეზას სტუმრები ვარდო და ნინო ცხოვრობენ. თავის მეუღლის კაბინეტი ყველა დანარჩენ ოთახზე უფრო სუფთად აქვს შენახული ტერეზას. საწერი მაგიდა, წიგნის 3 კარადა, ტყავგადაკრული ტახტი, სანადირო თოფი და ექიმის ხელსაწყოები. წიგნებით გაჭედილი კარადა დარგებადაა დაყოფილი. ამა თუ იმ სახის მეცნიერებათა მიხედვით. ექიმი გიორგი მხეიძე დიდად განათლებული და ნიჭიერი კაცი იყო. მამის ბიბლიოთეკის მიმართ პატივისცემა და ფაქიზი მოპყრობა შეინარჩუნეს შვილებმა. კაბინეტი კარგად მოზრდილი ოთახია, მაგრამ სტუმრების ჩამოსვლის მერმე ტყავ გადაჭიმული ტახტი ტერეზას აივანზე გაუტანია. საწერი მაგიდა კედელთან მიუდგამს და ოთახში 2 საწოლი გაუმართია. ერთი ვარდოსთვის, ხოლო მეორე ნინოსთვის. კაბინეტის უკან ტერეზას საძინებელი ოთახია. კორნელიმ ამ ოთახში დაალაგა თავისი იარაღი და ბარგი ბარხანა. ქამარი შეიხსნა, მოიშილიფა, ხელები მაღლა ასწია, გაიზმორა და მიიხედ მოიხედა. კედელზე კორნელის მიერ აკვარელითა და ფანქრით დახატული სურათები და პორტრეტები დაუკიდია ტერეზას. შუბანი, სარკოია, გოჯასპირ, იონა, დომენტი და აგოია. ეს პორტრეტები და სურათები კორნელის ტალანტს ამჟღავნებენ. ისინი მშვენიერ ჩარჩოებშია ჩასმული. რისთვის გაანებე ხატვას თავი? შენი სურათები ყველას მოსწონს, უთხრა ტერეზამ. დედა მოალერსე თვალებით უცქეროდა შვილს. შავტანისამოსში იყო გამოწყობილი. ჭაღარად მის ნაწნავისაგან დაგრაგნილი მორგვი სავარცხლით ჰქონდა დამაგრებული კეფაზე. გამხდარი და ფერმრთალი მეჩვენები, დედა. გამხდარ ხარო, მე რომ მეუბნები. ერთი შენ თავზეც დაიხედე, უთხრა კორნელი.
მოვხუცდი შვილო, ნაშრომ ნაჯაფი, ჭირისა და ლხინის მომსწრე ქალი ვარ. რას არ გადაულია ჩემ თავზე, ამოდენა მამულის და ოჯახის მოვლა, მისი გაძღოლა, ადვილი არ არის. ევგენი და სტეფანე ხანდახან მეხმარებიან ცოტას, მაგრამ ის რას გასწვდება, სახლის სახურავი გამოსაცვლელია, არც ერთი კრამიტი აღარ ვარგა, ეზო შემოსაღობავია. ჭირნახულის მოწევა დიდ ხარჯსა და შრომას მოითხოვს, მისით არაფერი არ მოდის. ამ არეულ და უკუღმარ დროში ღვთის მადლით კიდევ კარგად გვაქვს აწყობილი საქმე და ოჯახიც არ დამინგრევია. სხვა ყველაფერს გაყიდდა ჩემს ადგილზე და მოსწრებულ შვილებს მიადგებოდა კარზე, ან კიდევ ჩემს მერე ქვაქვაზე დადუღებულაო ითხოვდა და ყველაფერს მიხიდ მოხიდდა. მე კი ხომ ხედავ, ამ ხნის ქალი ვარ, მაგრამ მაინც მომავალზე ვფიქრობ. წელს 500 ძირი ვაზი და ახალი ხეხილი ჩავყარე. არ მინდა მოუსპო ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მამაპაპისეული საძირკველი. მე რომ მოვკვდები შვილო, აქაურობა ერთბაშად დაინგრევა და გაპარტახდება. ნუ გეშინია, ისეთი რძალი არ შემხვდეს, აქ იმუშაოს, იტრიალოს, იმურმალოს, ოჯახი და სახლის კარი ფეხზე დააყენოს. მოხუცი დედის ოჯახზე ფიქრი, გარჯა და ხარჯი ვერ განიცადა კორნელი მიმჟამად და დედას კითხა. ახლა სტუმრების ჩამოსვლით მეტი საზრუნავი გაგიჩნდებოდა. კმაყოფილნი არიან აქ ყოფნით? რატომ არ იქნებიან კმაყოფილნი? მასპინძლობა ჯერ არ დამვიწყნია. სასმელ საჭმელი ღვთისმოწყალებით ჯერ არ მაკლია. თუმცა შარშან, ჯაჯანა მანჯავიძისა და ლუკაიას გარდა მთლიანად წაიღეს ჭირნახული ჩემი ყანის მოზიარე გლეხებმა. დიდი უბედურება გველის გათავხედებული გლეხებისაგან. ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები ხომ აშკარად მკაცებლობას დაადგნენ. წაიღეს, უკითხავად დახნეს და დათესეს სიმინდი ჩვენს მიწაზე. ისეთი ხეები დააგორეს ჩვენს ტყეში, საწნახელისათვის გამოდგებოდა. ტერეზა აღარ ათავებდა ბევრჯერ თქმულის გამეორებას. გლეხებისაგან მიყენებულ ზარალსა და შევიწროებაზე ლაპარაკს. კორნელიმ ვერც ახლა განიცადა დედის დარდი და ისევ თავის გულისხურის საგანზე ჩამოუგდო სიტყვა. თუ მოეწონათ კარისმერეთი მაყაშვილებს, კარისმერეთის ბუნებას და ჰაერს, მადლობა ღმერთს, ვერავინ დაიწუნებს. ბინაც კარგი აქვს და სოფლის პირობაზე კარგადაც მოვაწყვე. აი ნახე, ტერეზა მაყაშვილთა ოთახის კარები შეაღო. აბრეშუმის საბნებით, სუფთა და უმტვერო თეთრეულით გაწყობილი საწოლები უჩვენა. კორნელიმ რბილსა და ნაზ აბრეშუმს ხელი გადაუსვა. ნინოს აქსცინავს? სწორედ გამოიცანი. მიუგო ღიმილით დედამ და შეაპარა. ბიჭო, მგონი შენ ნინო გულში ჩაგვარდნია. არ არის ურიგო გოგო, პირიქით ლამაზია, კარგად გაზრდილი და ნასწავლიც, მაგრამ მარტო სწავლაში არ არის საქმე. რამდენი ნასწავლი ქალი მინახავს, ცხოვრება გაუმწარებიათ ქმრისათვის. ქალის ხასიათს ადრე ვერ გაიგებ შვილო. ზოგი გათხოვებამდე ინაზება, ტრედივით ღუღუნებს, მერე კი მტრისას დაბადების დღეს დაგაწყევლინებს. არა, ნინოს ეთყობა კარგი ქალი უნდა დადგეს, მაგრამ ჯერ ადროს შენი ცოლობა, 22 წლისაც არ ახარ, ჯერ უმაღლეს სასწავლებელი დაამთავრე, წელი გაიმაგრე და მერე ცოლშვილიც კარგია. ცოლი კი არა ის გინდა,
ბანზე აუგდო სიტყვა კორნელიმ. შენი ძმებიც მასე ამბობდნენ, ქალს თავის დღეში არ შევირთავო, მაგრამ ხომ ნახე, როგორ მოულოდნელად მოაჩუმათეს. არა, ეს ტატე მაყაშვილის ქალს ჩვენ ვერ დავიწუნებთ. 1000 გავდოთ ყავარზე კუდი, ეს ცხადია, მაგრამ დედა, შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს მე და ნინოს შორის ყველაფერი გამორკვეული იყოს და ხვალვე ჯვრის წერას ვაპირებდეთ. რა ვიცი, შვილო, ისე გეუბნები. თუ გიყვართ ერთმანეთი და სიტყვა მიცემული გაქვთ ერთმანეთისთვის, მაშინ ჩემი ლაპარაკი რა საჭიროა, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, რომ წინდახედულობა მართებს კაცს. ცოლი კი არა, ხომ ხედავ ირგვლივ რა ამბავია, ომი, გრევა და შიმშილი. წავიდეთ, სირცხვილია გვიცდიან. უთხარი პირი დამაბანინოს აგოიამ. აგოიას აღდგომა გაუთენდა შენი მოსვლით. ნუ გაასულელებ, შვილო, თორემ აღარავის გაუგონებს და თავზე დაგვაჯდება. კორნელი უკანა აივნით კიბეზე ჩავიდა და სამზადისში შეიხედა. ბევრი ჭირისა და ლხინის მომსწრეა ეს სამზადი. ამდენად ისტორიულიც, კერაზე ცეცხლიენთო, ზედ ნაჯაჯაჭვით ქვაბი ეკიდა. ხეიძეთა სამსახურში მოხუცებული მაიკო გახურებულ კეცებს იღებდა კერიდან მაშით. თავსაფარს ისწორებდა და დომენტის უჩენდა საქმეს, წყაროდან კოკით წყალი მომიტანე. კორნელის ვენაცვალეო დაიძახა მან და მის ხელში დაბადებულს და გაზრდილს მოეხვია. ომიდან უვნებლად დაბრუნებას ულოცავდა. უკვირდა, ბიჭო, ომში წასვლა როგორ გაბედე. წინათ ჯარში ნამსახურმა გლეხმა დომენტიმ ისევ გამოჰკითხა ომის ამბები. კორნელიმ თუთუნის თხოვა. დომენტიმ ტერეზას მიერ ნაჩუქარი რკინის კოლოფი მომპასიე ამოიღო და სუფთად დაჭრილი სოფლური თუთუნი კორნელის მიაწოდა. დომენტის ჩაბალახით წაეკრა თავი ამ სიცხეში, შავ ულვაშებში ჭაღარა გარეოდა. წვერი კი გაპარსული ჰქონდა. იგი დაბალი, ჯმუხი და შავგვრემანი კაცი იყო. ფეხზე პაჭიჭები და წუღები ეცვა. მაშით ნაკვერცხალი აიღო და კორნელის მიაწოდა. დომენტის ვაჟი აგოია ეშმაკივით ჰკუსავდა ცეცხლით განათებულ თვალებს და კორნელი შესცინოდა. სად შეგხვდა ეს ჭინკა? ჰკითხა მაიკომ კორნელის. წისქვილთან შევხვდი. წამოიძახა ზარივით წკრიალახმით აგოიამ. ქვაბიდან ამოღებულ ორთქლ მოდებულ ქათამს სული შეუბერა. ხელის გული შემოჰკრა. ბუბული შემოაცალა და ნაწლავების მოლოდინში ქათამზე მიგეზებული კატა ფეხით კედელს მიახეთქა. კორნელი სამზადიდან გავიდა. სახლის უკან აივანზე პირსაბანი იდგა. მაგრამ კორნელიმ ხალათი და პერანგი გაიხადა. აივანზე გადაეყუდა და აგოიას მიერ წყაროდან კოკით მორბენილ ცივწყალს შეუშვირა პეშვი. წყალი სახეზე შეისხა და განაცხადა. სოფელში სოფლურად უნდა დაიბანოს კაცმა პირიო. გულმკერდი ჩამოიბანა. აგოია ხელს კიდევდა. აუ, რამოდენა, რა მაგარი კუნთები ჰქონიაო, იძახდა. დედამ შვილს სუფთა პირსახოცი და პერანგი მიაგება. კორნელიმ სატინის ხალათი, შავი შარვალი ჩაიცვა და ასე ჩავიდა ეზოში ცაცხვის ქვეშ. სტუდენტს გაუმარჯოსო, შესძახეს.